ვიდეოების სერიაში გაგაცნობთ ყველაზე ხშირად დანიშნულ ლაბორატორიულ კვლევებს, ავხსნით რას წარმოადგენს თითოეული მათგანი და რაზე მიგვანიშნებს მათი შედეგები. სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ხშირად დანიშნულ ფუნდამენტურ ლაბორატორიულ გამოკვლევას, რომელიც გვიჩვენებს ლეიკოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების, ერითროციტების, სისხლის წითელი უჯრედებისა და თრომბოციტების, სისხლის ფირფიტების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს. იგი ავტომატურ ჰემატოლოგიურ ანალიზატორზე სრულდება. როდესაც ანალიზატორი პათოლოგიურ ცვლილებებს ავლენს და შედეგი დამატებით შეფასებას საჭიროებს, ტარდება სისხლის ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა, რომელიც გამოცდილ ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტს საშუალებას აძლევს გამოავლინოს უჯრედების ისეთი ცვლილებები, რომელიც ხშირად გადამწყვეტია დიაგნოზის დასმისათვის. სისხლის საერთო ანალიზი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინფექციების, ანემიის, ლეიკემიებისა და სხვა დაავადებების გამოვლენაში და წარმოადგენს კლინიკური დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ავერსის კლინიკის ლაბორატორიებში 1 მილიონზე მეტი სისხლის საერთო ანალიზი ჩატარდა. ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა არაერთხელ ადასტურებს, რომ ზოგჯერ სწორედ ერთი დროულად და ხარისხიანად შესრულებული სისხლის საერთო ანალიზი ხდება სერიოზული პათოლოგიის ადრეული აღმოჩენის საფუძველი და პაციენტის მიზნობრივი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დასაწყისი. სწორედ ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან კვლევად ლაბორატორიულ მედიცინაში.